თავლობა საქართველოში. მობილიზებულია შესაბამისი თოლწმენდი ტექნიკა და გზებზე იღრება ტექნიკური მარი. რეგიონები, სად არის მოძრაობა შეზღუდული და რა ვითარებაა თბილისის გზებზე. ცენტრალური ქუჩები, გზები დღეს მთლიანად გაწმენდილია, გასაფრთხოებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი პრობლემოდ გადაადგილდება. შემოერთებულ ტერიტორიებზე გვაქვს ადგილები, სადაც ბოლომდე ვერ მიდის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეს არის შიდა ქუჩები. სპეცტექნიკა, ზამთრის საბურავების აუცილებლობა და მოსალოდნელი პროგნოზი. მალაგა, მადრიდი, უელვა. ქაროსნული მატარებლების შეჯახება ესპანეთში. ხედავდი, როგორ იღუპებოდნენ ადამიანები და ვერაფერს ვაკეთებდი. ბოლო აწლეულების ყველაზე დიდი სარკინიგზო კატასტროფა. ავარია უკიდურესად უცნაურ სიტუაციაში ლიანდაგის სწორ მონაკვეთებია. ამ მომენტისთვის ტრაგედიის ზუსტ მიზეზებზე ვერ ვსაუბრობთ. მსხვერპლის რაოდენობა 40 აღწევს. სატარიფო ომი. ნამ ქვეყნებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნილ ნებისმიერ საქონელზე 10%-იანი ტარიფი დაეკისრებათ. 2026 წლის ივნისში კი ეს ტარიფი 25%-მდე გაიზრდება. ევროპული ქვეყნები, რომლებიც გრენლანდიის დაცვის გამო იჯებიან. დანია ახლანდელ კურსს გააგრძელებს, თუმცა ამავდროულად, რა თქმა უნდა, ევროკავშირისგანაც გვჭირდება რეაგირება. რთული ერა ევროატლანტიკური ალიანსისთვის. რატომ აღარ თვლის ტრამპი თავს ვალდებულად, რომ იფიქროს მშვიდობაზე? ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე, დღეს 19 იანვარია, გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამომშვიდობისა. საქართველოში კვლავ თოვს უხნალექს ებრძვის თბილისიც და რეგიონების. თბილისის 10-ვე რაიონის ყველა ცენტრალური ქუჩა გაწმენდილია, იყრება ტექნიკური მარილიც, მერიის განცხადებით სპეცტექნიკა პრიორიტეტების მიხედვით შედის შიდა გზებზე და ჩიხებში. თოვლის საფარმა დედაქალაქის გარეუბნებში 9 მეტრს გადააჭარბა, ცხელ ხაზს და 112-შიც არაერთი ზარია შესული. ბოლო 2 დღეა ყველა მიგრძნო, რატომ არის ზამთრის საბურავები მნიშვნელოვანი. ინტენსიური თოვის გამო თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე, მაგალითად კოჯოში, წყნეთსა და ბეთანიაში, ბოლომდე ვერ მიდის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა ცენტრალური გზები იქაც გაწმენდილია. თბილისში თოვა მთელი ღამე გაგრძელდება თბილსერვისის ჯგუფები და თოვლმწმენდი მანქანები ამ წუთებში ინტენსიურად მუშაობენ. პირველი რიგის 60-ნაა ცენტრალური გზები, სადაც ყველაზე მეტად მოძრაობს ავტოტრანსპორტი. სინოპტიკოსების პროგნოზით დედაქალაქში ნალექი შემცირება ხვალ დღის მეორე ნახევრიდან არის მოსალოდნელი. ეს ბოლო წლებში თბილისისთვის ყველაზე უხნალექიანი ზამთარია. თოვლის პირობებში თბილისში ყინვა არ არის, თუმცა 21 და 22 იანვარს, როდესაც თოვა შეწყდება, საკმაოდ ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში. რა ხდება ამ წუთებში დედაქალაქში, არის თუ არა მინუსი და სად არის ყველაზე მეტად სპეცტექნიკა მობილიზებული? თამარ თათარაშვილი მოგვახსენებს 9 საათისთვის არსებულ ვითარებას თბილისში. ტემპერატურა არის საკმაოდ დაბალი და ამას ემატება ძლიერი თოვაც და დაბალი ხილვადობაც. უხვინალექი ყველაზე მეტ პრობლემას და დისკომფორტს ქმნის როგორც წესი ავტომობილის მძღოლებისთვის, რადგან სწორედ ამ დროს რთულდება გადაადგილება და მძღოლებსაც ესაჭიროებათ მეტი სიფრთხილე. იმისთვის, რომ მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს არ შეექმნათ პრობლემები გადაადგილების მიმართულებით, სწორედ ამ მიზნით მუნიციპალური სამსახურები, სპეცტექნიკა და ცოცხალი ძალა ამ 3 დღის განმავლობაში მუშაობდა და ახლაც მუშაობენ, რომ ყველა გზა იყოს გათავისუფლებული და ყველა ცენტრალური გზა იყოს გაწმენდილი. შედარებით რთული ვითარება არის ამ შემთხვევაში და სამუშაოც უფრო მეტი არის თბილისის შემოგარენში. ეს არის ძირითადად ბეთანია, ასევე კოჯრისკენ მიმავალი გზა და წყნეთი, რადგან აქ არის განსხვავებული რელიეფი და ბევრად მეტი უხვინალექი მოვიდა ამ 3 დღის განმავლობაში. გასული 2 დღის მანძილზე სპეციალური ტექნიკაც, ცოცხალი ძალაც უწყვეტად მუშაობდა იმისთვის, რომ ავტომობილებს გადაადგილების მიმართულებით პრობლემა არ შექმნოდა და რაიმე შეზღუდვა ამ მიმართულებით ამ დღების განმავლობაში არ დაწესებულა. თუმცა რჩება შიდა საუბნო გზები, ეს არის ჩიხები, სადაც არის საჭირო მეტი ტექნიკური მარილის დაყრა და ასევე გაწმენდითი სამუშაოები. სწორედ ამიტომ მთელი ღამის განმავლობაში მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ადგილზე იმუშავებენ 24 საათის განმავლობაში, რათა ეს პრობლემაც იქნას აღმოფხვრილი. მესამე დღეა თბილისში გადაუღებლად თოვს. საფარმა 40 სანტიმეტრს მიაღწია. დაბალი ტემპერატურა, გართულებული ხილვადობა და უხვინალექი. დედაქალაქში რთული მეტეოროლოგიური პირობები კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება. დედაქალაქის 10-ვე რაიონში მუნიციპალური სამსახურებია მობილიზებული. 100 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკა და თბილსერვისის 250 თანამშრომელი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დღეს დილიდან უკვე 230 ჩვენი თანამშრომელი არის ცოცხალი ძალა ჩართული, 100-ზე მეტი სპეციალიზებული ტექნიკა, ერთმანეთისგან განსხვავებიან ტონაჟობით, ასევე დანიშნულების მიხედვით. 10-ვე რაიონში ვართ გაშლილები ბოლო 40 საათის განმავლობაში უწყვეტად, არც ერთ წუთით არ გაჩერებულა ჩვენი ტექნიკა.
მობილიზაცია გაგრძელდება ეს სანამ ხვალ დილის 10-11 საათამდე როგორც არის გამოცხადებული ეს ინტენსიური ნალექი არ გადაიღებს. არსად ისეთი პრობლემა არ არის, სადაც შეიძლება გზა იყოს ჩაკეტილი და გამავლდება სრულად იყოს შეზღუდული. თბილისის მასშტაბით ცენტრალური გზების 100% გაწმენდილია. უხნალექს მსუბუქი ავტომობილის მძღოლებისთვის გადაადგილების პრობლემა არ შეუქმნია. შეუფერხებლად მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ინტენსიური თოვლის გამომოსული უხნალექის გაწმენით სამუშაოები მიმდინარეობს. ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში მუშავდება ტექნიკური მარილით, შიდა საუბნო გზებს კონტრაქტორის მეშვეობით ვამუშავებს. შეუფერხებლად მუშაობს ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ჩვენ მაქსიმალური მობილიზება გვაქვს, რომ ამ დღეების განმავლობაში ნალექი როცა იქნება, გავუკლავდეთ ამ გამოწვევას. ასეულობით ტონა ტექნიკური მარილი უკვე დაღრილია. 40 საათზე მეტია მუშაობს მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. შექმნილია მერიის ცხელი ხაზი. საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალური სამსახურები მოქალაქეებს პირველად დახმარებას უწევენ. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური გადასული ვართ 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე, ასევე აქტიურად მუშაობს მერიის ცხელი ხაზი, აქტიურად ვიღებთ შეტყობინებებს მოსახლეობისგან და მუდმივ რეჟიმში შეძლების დაგვარად პრიორიტეტების მიხედვით ვცდილობთ, რომ არც ერთი ზარი რეაგირების გარეშე არ დაგვრჩეს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ცენტრალური ქუჩა და გამზირი დედაქალაქის მასშტაბით გაწმენდილი არის და მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ეს პროცესი. ასევე ინტენსიურად იწმინდება შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები, ვინაიდან როგორც იცით, უფრო განსაკუთრებით უხვინალიქი არის მოსული. ტემპერატურა -6 გრადუსს აღწევს თბილისის შემოგანეში. კოჯორი, წყნეთი, ბეთანია, საკურორტო ზონებში 72 საათზე მეტია გადაუღებლად თოვს. ლიფყინულის და რთული რელიეფის მიუხედავად ავტოტრანსპორტის გადაადგილებას პრობლემა არ შექმნია. ცენტრალური ქუჩები, გზები დღეს მთლიანად გაწმენდილია, გასუფთავებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. პრობლემოდ გადაადგილდება შემოერთებულ ტერიტორიებზე გვაქვს ადგილები, სადაც ბოლომდე ვერ მიდის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეს არის შიდა ქუჩები, რომელსაც გაწმენდით სამუშაოებს ცოტა მოგვიანებით დავიწყებთ, თუმცა მთავარი პრიორიტეტი არის ცენტრალური ქუჩების და გამზირების მოწესრიგება. უხვინალექი საქართველოს მასშტაბით კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება. მთავარი რეკომენდაცია ავტომობილის მძღოლებისთვის მეტი სიფრთხილე და ზამთრის საბურავებით გადაადგილება. თბილისისგან განსხვავებით დასავლეთ საქართველოში ხვალ დღის მეორე ნახევრიდან ნალექი გაძლიერდება და საკმაოდ ძლიერი ქარიც არის მოსალოდნელი. ეს ყველაზე მეტად ეხება აჭარასა და გურიას, როგორც ზღვაზე, ისე მაღალმთიან ზონებში. აღმოსავლეთ საქართველოში კი ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -9 გრადუსამდეც დაეცეს. რაც შეეხება საავტომობილო გზებს, ცენტრალური მაგისტრალების უმეტესობაზე მოძრაობა თავისუფალია, თუმცა დიდ თოვლობის გამო ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებიც მოქმედებს. ლიფყინულის ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული გუდაური კობის მონაკვეთზე. მანგლისი, წალკანი, ნოწმინდა, ნაქერალას, უღელტეხილის, საჩხერე რაჭის გზა, ჯვარი უშგული, ყველგან შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მხოლოდ მაღალი გამოვლობის მანქანებია დაშვებული გომბორის გზაზე, ვერონა, თელავის მონაკვეთზე, ასევე ბათუმი, ახალციხის გზაზე. ამ დროისთვის მთიან რეგიონებში საფრთხის დონე საშუალოა. ამინდის გაუარესების გამო შესაძლოა მეწყრული პროცესებიც გააქტიურდეს. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აღმოსავლეთ საქართველოს საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. ასეთი ვითარებაა სტეფანწმინდა, ლარსი, გუდაური კობის მონაკვეთზე, სადაც გზის გაწმენდის სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მოძრაობა თავისუფალია, თუმცა შეზღუდვები ეხება მისაბმელიან და ნახევრად მისაბმელიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს. სპეციალურად გამოყოფილ ავტოსადგომზე სატვირთო ავტომობილების მძღოლები მესამე დღეა გზის გასაგრძელებლად ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან. თოვლია პერევალზე და საშიშია რა, სატვირთო მანქანებით გადასვლა ეხლა. მოცურების საშიში არის. ერთი მანქანაც რო დაბუქსავდეს, სადმე შეიძლება უკან მეორე გადაყვეს. ამიტომ ველოდებით რა გადასვლას. დღეს თოვა ალბათ დამთავრდა და ხვალიდან უკვე გზა გაიწმინდა. პრინციპში გაწმენდილია, მაგრამ ჩვენთვის არის საშიში, სატვირთო მანქანებისთვის და ხვალიდან ალბათ დაიწყება მოძრაობა, მე მგონი ესე იქნება. მესამე დღე განვართ აქ ინფორმაცია, გზაზე ზღვაო საშიშროება და ეს პრობლემებია. ხვალეზე კი ამინდებიან და გვირდებიან რომ გაგიშვათ.
ძლიერი თოვის გამო, მხოლოდ მაღალი გამოვლობის ავტომობილებისთვის არის დასაშვები გადაადგილება ვაზიანი გომბორი თელავის საავტომობილო გზაზე. განსაკუთრებით უხვინალექი მოვიდა თელავში, სადაც უსაფრთხოების გამო მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა. თითოეულობის გამო რეგიონში ელექტროენერგია არ მიეწოდება აბონენტების ნაწილს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგება. სპეციალური ტექნიკის მეშვეობით კი ყველა პრობლემურ მონაკვეთზე იწმინდება გზა და იყრება ტექნიკური მარილი. შეზღუდვა რჩება ისევ და ისევ მუნიციპალურ ტრანსპორტზე, მგზავრთა უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც შეეხება ელექტროენერგიას, მცირე ლოკალური შეზღუდვები გვაქვს გარკვეულ გეოგრაფიულ არეალებში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით და ენერგოპრო ინტენსიურად მუშაობს აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, რაც შეეხება ვაზიანი, გომბორი, თელავის საავტომობილო გზების ვერონა თელავის მონაკვეთს იქ ჯერჯერობით ისევ მაღალი გამოვლობისთვის არის დაშვებული გადაადგილება. 3 დღე გადავღილოთ თოლს და ინტენსიურმა ნალექმა რიგი პრობლემის შექმნა ტრანსპორტის თვალსაზრისით. მერის შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ როგორც ტექნიკით, ასევე იყრება ტექნიკური მარილი. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ჩვენი ნებართვით გაჩერებული გვაქვს უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მსგავსი პრობლემებია თითოეულობის გამო ქვემო ქართლის რეგიონშიც. მუნიციპალიტეტებში თავისუფლად გადაადგილებისა და ინფრასტრუქტურის კუთხით არსებულ სირთულეებზე დროული რეაგირებისთვის ყველა შესაბამისი სამსახური უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. 40 ერთეული სპეცტექნიკის დახმარებით რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდის სამუშაოები, მათ შორის მაღალმთიან სოფლებშიც. მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისა და საჭირო სერვისების შეუფერხებლად მიწოდების მიმართულებით სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებამდე გაგრძელდება. ყველა მუნიციპალიტეტში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. მიმდინარეობს სპეციალური ტექნიკის საშუალებით გზების თოვლისაგან გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა. თითოეულობამ პრობლემები შექმნა ასევე ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც, მაგრამ შესაბამისი სამსახურები, ენერგოპრო შესაბამისი სამსახურები მობილიზებული არიან და ეტაპობრივად მიმდინარეობს და ეტაპობრივად განხორციელდება ელექტროენერგიის მიწოდება ყველა დასახლებელ პუნქტში. გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ყველა საჭირო მიმართულებით მობილიზებულია ტექნიკა და პრობლემურ მონაკვეთებზე იყრება ტექნიკური მარილი. შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე მოძრაობა თავისუფალია, თუმცა უხვინალექის გამო მოქმედებს შეზღუდვებიც. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს დაიცვან უსაფრთხოების წესები და მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ. საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე მოძრაობა თავისუფალია, გვჭება კობი-გუდაურის მონაკვეთზე მისაბელიან და ნახევრადმისაბელიან ავტოტრანსპორტზე შეზღუდვა, ასევე ძლიერი თოვისა და ლიბყინულის გამო გვჭება მისაბელიან და ნახევრადმისაბელიან ავტოტრანსპორტზე მაღალმთიან რეგიონებში შეზღუდვა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი აფრთხილებს მოსახლეობას დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვებს და იმოძრავონ ზამთრის საბურავებით. პროგნოზის მიხედვით მთელი საქართველოს მასშტაბით 23 იანვარს გამოიტანებს, თუმცა მანამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია თოვა. 22 იანვარს კი ნალექთან ერთად გაძლიერდება ყინვა. 22-ში ამ სიცივესთან დაკავშირებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვა გაძლიერდება. აჭარის რეგიონში შესაძლებელია სანაპირო რაიონებზე ყინვა იყოს 0-დან -2 გრადუსამდე, ხოლო დანარჩენ საქართველოში როგორც დაბლობი მთა, მაღალი მთა, ბარში ყინვა იქნება ძლიერი. ყინვა ძლიერი შენარჩუნდება ცოტათი დაკლებული 23 იანვრის ხამის საათებში, ხოლო უკვე 23-დან სინოპტიკური სიტუაცია მთლიანად საქართველოში იცვლება. უამინდობის გამო შესაბამისი უწყებები გზების გაწმენდის სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ. ბოლო ათწლეულების უდიდესი სარკინიგზო კატასტროფა ესპანეთში ერთმანეთს ორი ჩქაროსნული მატარებელი შეეჯახა, რის გამოც მსხვერპლის რაოდენობა უკვე 40 აღწევს. დაღუპულთა რიცხვის შესაძლოა გაიზარდოს, რადგან დაშავებულია 150-ზე მეტი ადამიანის, მათგან ზოგი მძიმედ. გუშინ საღამოს რელსებიდან გადავიდა მალაგა, მადრიდი და დიდი სიჩქარე დაეჯახა საპირისპირო მხრიდან მიმავალ მატარებელს. ტრანსპორტის მინისტრმა მომხდარს უკიდურესად უცნაური შემთხვევა უწოდა, რადგან ავარია მოხდა ზუსტად იმ მონაკვეთზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გაარემონტეს, თუმცა ტრაგედიის მიზეზი შესაძლოა სწორედ ეს იყოს, რადგან არსებობს ეჭვი, რომ დეფექტია აღმოჩენილი რელსებზე რკინის ნაწილების გადაბმის მონაკვეთში. გამოძიება ჯერ ახალი დაწყებულია და საბოლოო დასკვნა შესაძლოა თებერვლამდე არ იყოს, რადგან ჩასატარებელია ლიანდაგის მატარებლის და მექანიკური სისტემების ექსპერტიზა. გამოძიება ამ ეტაპზე ნაკლებად განიხილავს ადამიანურ შეცდომებს. ტრაგედია სამხრეთ ესპანეთში ქალაქ კორდობასთან მოხდა წინასწარ ინფორმაციით მატარებელი, რომელიც რელსებიდან გადავიდა 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, ხოლო 200 კმ/სთ მოდიოდა
მადრიდი უელვარის გამაც მომხდარი ექსტრემალურად ძლიერ და კატასტროფულ შეჯახებად ითვლება. ამასთან არც ერთ მატარებელს არ ჰქონდა გადაჭარბებული სიჩქარის ლიმიტი, რადგან არსებულ მონაკვეთზე მოძრაობა 250 კმ/სთ-ით იყო დაშვებული. 40-მდე დაღუპული და 152 დაშავებული. კრიტიკულია ათობით მოქალაქის მდგომარეობა. კორდოვას პროვინციაში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შემდეგ უკვე 18 საათზე მეტია შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. კატასტროფა ადგილობრივი დროით 19 საათსა და 45 წუთზე მოხდა. ჩქაროსნული მატარებელი, რომელიც მადრიდის მიმართულებით მოძრაობდა, ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპირო მიმართულებით მიმავალ მატარებელს შეეჯახა. საერთო ჯამში ორივე ბორტზე ავარიის დროს თითქმის 480 მგზავრი იმყოფებოდა. ხედავდი, როგორ კვდებოდნენ ადამიანები და ვერაფერს ვაკეთებდი. მატარებლიდან გამომიყვანეს და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში მოვედით. ავარიის მომენტი ცუდად რადგან გული წამივიდა. მოქალაქეები მატარებლის შუშების ჩამსხვრევას და გარეთ გასვლას ცდილობდნენ. მეც გამიწიეს დახმარება. ამ დრომდე უცნობია რა გახდა ესპანეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო ავარიის გამომწვევი მიზეზი. საქმეზე გამოძიება სამართალდამცველებმა უკვე დაიწყეს. შეიქმნება საგანგებო კომისიაც. მედიამ გაარკვია, რომ რკინიგზის მონაკვეთის იმ ნაწილს, სადაც მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ ჩაუტარდა. უბედური შემთხვევა უკიდურესად უცნაურია. ის ლიანდაგის სწორ მონაკვეთზე მოხდა. რკინიგზის ყველა ექსპერტი, რომელიც დღეს აქ ამ ცენტრში იმყოფებოდა და ისინიც ვისთანაც კონსულტაცია გავიარეთ, უკიდურესად გააკვირვებულია ამ შემთხვევით, რადგან ამ მომენტისთვის ამის ახსნა ძალიან რთულია. დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა და ქვეყნის მონარქმა ესპანეთის მეფე ფილიპე მე-6-ემ მიუსამძიმრეს. ამ ტკივილმა გაგვაერთიანა. ეს არის დრო, როდესაც პასუხისმგებლობისა და ერთმანეთის მხარდაჭერის მაქსიმალური გამოვლენა გვმართებს. მობილიზებულია სახელმწიფოს მთელი რესურსი, რომელიც დაუღალავად და კოორდინირებულად მუშაობს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ სიმართლე აუცილებლად გაირკვევა და მომხდარის მიზეზები ბოლომდე იქნება შესწავლილი. ჩვენ შეძრულები ვართ ამ საშინელი ავარიის გამო, რომელიც გუშინ მოხდა. ამას მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. კავშირზე ვართ პრემიერ-მინისტრთან და რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელებთან დამატებითი დეტალების გასარკვევად. ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ რთულ დროს საქართველოს ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა. ესპანელ ხალხს სამძიმარი და სოლიდარობა გამოუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმაც. სატარიფო ომი და უკიდურესად რთული დრო ტრანსატლანტიკური ალიანსისთვის ბრძოლა განახლდა. ამჯერად მიზეზი მსოფლიოს უდიდესი კუნძულია, რომელსაც შეერთებული შტატები სტრატეგიულ ობიექტად მიიჩნევს და არაპირებს დასავლეთ ნახევარსფეროს უსაფრთხოებას სხვას გადააბაროს. ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ფინეთი, შვედეთი, დანია და ნორვეგია 8 ევროპულ სახელმწიფო შეერთებული შტატები გრენლანდიის დაცვის გამო ტარიფებს უწესებს. დაიწყება 10%-დან, თუმცა შესაძლოა ის 25%-იც გახდეს. დონალდ ტრამპს უკვე უპასუხეს შანტაჟს არ ვექვემდებარებით აცხადებენ ევროპელი ლიდერები და ემუქრებიან, რომ საპასუხო ტარიფებს დააწესებენ. სავაჭრო ომი ნატოს უძლიერეს ქვეყნებს შორის მიმდინარეობს, რასაც უკიდურესად მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს. დაასუსტოს ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და ეკონომიკური ზიანი მიაყენოს ორივე მხარეს, რითაც აუცილებლად ისარგებლებენ ჩინეთი და რუსეთი. ევროპელების მხრიდან გრენლანდიის დაცვის გარდა დონალდ ტრამპი ნობელის პრემიის გამოცაა გაღიზიანებული. ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პასუხისმგებლობას იხსნის და არ თვლის ვალდებულად იფიქროს მხოლოდ მშვიდობაზე. ტრამპის ყველა ბოლოდროინდელი ქმედება მიანიშნებს იმაზე, რომ ის მიზანმიმართულად არ უღებს მოძველებულ გლობალურ წესრიგს და მას მოვლენების დაჩქარების გააზრებული სტრატეგია აქვს, როგორ უნდა გადავიდეს მსოფლიო ახალ წესრიგზე. ევროპის სახელმწიფოების მიერ გრენლანდიაში რამდენიმე დღით, რამდენიმე ათეული სამხედროს გაგზავნას პირველი შედეგი უკვე მოხდა. სადაზვერვო მისიაში მონაწილე ქვეყნების წინააღმდეგ დონალდ ტრამპმა ტარიფების ამოქმედება დაანონსა და ევროპელი ლიდერები მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემისთვის გაუმართლებელი რისკის შექმნაში დაადანაშაულა. დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და ფინეთი გრენლანდიაში გაურკვეველი მიზნებით იმყოფებოდნენ. ეს უკიდურესად სახიფათო ვითარებაა ჩვენი პლანეტის უსაფრთხოებისთვის, დაცულობისთვის და გადარჩენისთვის. ამ ქვეყნებმა, რომლებიც ამ ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობენ, ისეთი რისკი შექმნეს, რომელიც გაუმართლებელი და დაუშვებელია. ამიტომ აუცილებელია მკაცრი ზომების მიღება. 2026 წლის 1 თებერვლიდან ყველა ზემოხსენებულ ქვეყანას ნებისმიერ საქონელზე,
რომელსაც შეერთებულ შტატებში გაგზავნიან 10%-იანი ტარიფი დაიკისრებათ. 2026 წლის 1 ივნის ტარიფი გაიზრდება 25%-მდე. ვაშინგტონის მიერ ევროპის 8 სახელმწიფოს წინააღმდეგ ეკონომიკური ბერკეტის ამოქმედების გადაწყვეტილებას იზიარებს შტატების სახაზინო მდივანი. სკოტ ბესენტმა NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე ევროპა საკუთარი სისუსტის გამო კუნძულის დაცვას ვერ შეძლებს. ევროპელი ლიდერები გონს მოეგებიან და მიხვდებიან, რომ მათ სჭირდებათ ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ყოფნა. საკუთარი პირველი ვადის დროს პრეზიდენტმა ევროპელებს პირდაპირ უთხრა, რომ არა ეშენებინათ ჩრდილოეთის ნაკადი 2 და არ ყოფილიყვნენ რუსულ ნავთობზე დამოკიდებული. გამოიცანით, რით ფინანსდება დღეს რუსეთის ძალისხმევა უკრაინის წინააღმდეგ. ევროპის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვით. კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ევროპელები ვერ ახერხებენ რუსეთის შეკავებას. პრეზიდენტი ტრამპი კი ცდილობს მომავალში გრენლანდიაში რუსეთისა და ჩინეთის შესაძლო ქმედებების პრევენცია მოახდინოს. საპასუხო ქმედებებისთვის ემზადება ბრიუსელი. ევროგაერთიანება შტატების წინააღმდეგ ტარიფებისა და ეკონომიკური ზომების დაწესებაზე მუშაობს. Financial Times-ისა და Reuters ინფორმაციით, ზეწოლის შესაძლო ინსტრუმენტები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უკვე შეათანხმეს. ქმედებებთან დაკავშირებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს კი ბლოკის წევრი სახელმწიფოების ლიდერები რამდენიმე დღეში მიიღებენ. მედიის ცნობით, შეჯერებულ პოზიციას ტრამპს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე წარუდგენენ. განიხილავენ ამერიკის შეერთებულ შტატებს 93 მილიარდი ევროს ოდენობის ტარიფებით დაარტყან. ან ამერიკული კომპანიებისთვის ბლოკის ბაზარზე წვდომა შეზღუდონ. ეს ნაბიჯი ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში 10 წლეულების ყველაზე სერიოზულ კრიზისს ნიშნავს. მეორე ვარიანტი აქამდე არასდროს გამოუყენებიათ. ესაა ეგრეთ წოდებული იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია შეზღუდოს წვდომა საჯარო ტენდერებზე, ინვესტიციებზე, საბანკო საქმიანობაზე ან მომსახურებით ვაჭრობაზე იმ სფეროებში, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ბლოკთან უპირატესობა აქვს. თეთრი სახლის ეკონომიკურ მუქარას საერთო პოზიციით პასუხობს ელისე სასახლე და დაუნინგ სტრიტი. საფრანგეთის პრეზიდენტის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გრენლანდიასთან დაკავშირებული პოზიციის გამო ევროპის ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესება მიუღებელი და არასწორია. ნებისმიერი გადაწყვეტილება გრენლანდიის მომავალ სტატუსთან დაკავშირებით ეკუთვნის მხოლოდ გრენლანდიის ხალხსა და დანიის სამეფოს. ეს არის ფუნდამენტური უფლება და ჩვენ მხარს ვუჭერთ მას. დანია არის გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მჭიდრო მოკავშირე, ნატოს საამაყო წევრი, რომელიც ბოლო 10 წლეულებში ჩვენ მხარდამხარ იდგა, მათ შორის რეალური ადამიანური მსხვერპლის აფასურად. ალიანსები ნარჩუნდება, რადგან ისინი იგება პატივისცემაზე, პარტნიორობაზე და არა ზეწოლაზე. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ მოკავშირეების წინააღმდეგ ტარიფების დაწესება სრულიად არასწორია. საფრანგეთის და ბრიტანეთის პოზიციას იზიარებს გერმანიაც. ბრიტანული Times-ი წერს, რომ ტარიფების დაწესების შემთხვევაში ბერლინმა შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გერმანიაში სამხედრო ბაზების გამოყენების საფასური გაზარდოს. ჩამონათვალშია რამშტაინი და შტუტგარტი. ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილი გვაქვს ეფექტური საპასუხო ზომებით ვიმოქმედოთ, მათ შორის ტარიფებით. საჭიროების შემთხვევაში მოვამზადებთ შემდგომ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზომებსაც, რომლებიც თუ ასე გაგრძელდება თებერვლისთვის უკვე მზად იქნება. ცნობილია კოპენჰაგენის ოფიციალური პოზიციაც. მიმდინარე ესკალაციის მიუხედავად დანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობის გაგრძელებას გეგმავს. ამერიკის პრეზიდენტი დიპლომატიურად რომ ვთქვათ არატრადიციულია, მაგრამ შეერთებული შტატები გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ ამერიკის პრეზიდენტი. ჩვენს ამჟამინდელ კურსს გავაგრძელებთ. თუ ამერიკის შეერთებული შტატები სხვაგვარად არ გადაწყვეტს. თუმცა ამავდროულად, რა თქმა უნდა, ევროკავშირისგანაც გვჭირდება რეაგირება. გრენლანდიის სამომავლო სტატუსთან დაკავშირებით ვაშინგტონის პოზიცია დანიაში მასშტაბური დემონსტრაციის მიზეზი გახდა. სამეფოს კუთვნილ კუნძულთან დაკავშირებით თეთრი სახლის გეგმა ათასობით მოქალაქემ კოპენჰაგენში შტატების საელჩოს წინ გააპროტესტა. როგორ რეაგირებს ევროკრატია ტრამპის სახელწესებზე? რადონის დიპლომატი ყავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის პოსტზე და არის თუ არა კაია კალასის სწორ ადგილზე? კალასის სისუსტე ყველასათვის შესამჩნევია და მას უკვე ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტიც აკრიტიკებს. თანამდებობისთვის შეუფერებელი და სტრატეგიულად საშიში ევროპისთვის აცხადებს ხავიერ ლოპესი, თუმცა ის ერთადერთი არ არის, ვინც კალასს სუსრგოლად მიიჩნევს და თვლის, რომ მას წარმოდგენა არ აქვს გლობალურ პრობლემებზე. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რა სახეში და კონფლიქტი მწიფდება
ევროპაში და როგორ აკლიათ ერთიანი სტრატეგიული ხედვა ევროკავშირის ჩინოვნიკებს. კაია კალასის მიმართ კრიტიკა მას შემდეგ გაიზარდა, რაც მან დონალდ ტრამპს ტარიფებზე უპასუხა და შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთისა და ჩინეთის სასარგებლო ქმედებებში დაადანაშაულა. ეს ნელ პოლიტიკოს, რომელიც დიპლომატიის ნაცვლად ბრტყელ განცხადებებს იყენებს, დიდი ხანია აკრიტიკებს თბილისიც. ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ, ბევრად გამოცდილ და ბევრად პროფესიონალ ადამიანს აი ამ მნიშვნელოვან საკვანძო თანამდებობაზე. ევროკავშირში არსებული კრიტიკული და მძიმე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე სახელმწიფო გუნდი ევროკომისარ კაია კალასის გადაყენების აუცილებლობაზე საუბრობს. ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის მსგავსად ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი ახალ მსოფლიო პოლიტიკურ მოცემულობაში არსებულ გამოწვევებს ვერ უმკლავდება. მიზეზი პროფესიონალიზმის ნაკლებობა, არაკომპეტენტურობა და მიკერძოებული დამოკიდებულება კონკრეტული სახელმწიფოების მიმართ. რაუდენ დასანანია, რომ სწორედაც აი ამ კრიტიკულ მომენტში ევროკავშირის საგარეო სერვისის ხელმძღვანელი არის კაია კალასი. რა თქმა უნდა, ევროკავშირის გადასაწყვეტია, მისი წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, მას შეცვლიან, არ შეცვლიან, ისეთ ჩათვლიან თუ ასეთ ჩათვლიან, არაკომპეტენტური და არადიპლომატიური და უსამართლო დამოკიდებულება ჰქონდა კაია კალას საქართველოსადმი. პოლიტიკურ კულუარებში არსებულ პრობლემებს აღიარებენ თავად ბრიუსელსა და სტრასბურგშიც. ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც დღევანდელ სამყაროსა და ევროპის რეალურ ინტერესებს მოწყდა თანამდებობისთვის შეუფერებელია. ხავიერ ლოპესი აზიარებს კაია კალასის განცხადებასაც, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი წერს, რომ შტატების მიერ რამდენიმე ევროპული სახელმწიფოსთვის 10%-იანი ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება ამერიკასა და ევროპას შორის განხეთქილებას იწვევს. მოკავშირეების პრობლემებით კი მხოლოდ ჩინეთი და რუსეთი სარგებლობენ. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მწვავედ აკრიტიკებენ სხვა ევროპარლამენტარებიც. კალასის ეს განცხადება და მისი ფორმულირება არასწორი, პოლიტიკურად გულუბრყვილო და სტრატეგიულად საშიშია. ის დღევანდელ სამყაროს და ევროპის რეალურ ინტერესებს სრულიად მოწყვეტილია. როდესაც ეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან მოდის, ეს მხოლოდ საგანგაშო არ არის. ის ამ თანამდებობისთვის შეუფერებელია. გაუგებარი განცხადება ვერ ან არ სურს მკაფიოდ დაგმოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიმართ გამოთქმული პირდაპირი მუქარები. იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი გრენლანდიის დათმობის გზებს ეძებს. ეს მორჩილება კატასტროფულია. ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკას სრულად იზიარებს და ადეკვატურად მიიჩნევს საქართველოში მართველი ძალა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ კალასი ერთ-ერთია იმ პოლიტიკოსთა შორის, ვინც ევროგაერთიანების მთავარ პრინციპებს, თანასწორობას, კანონის უზენაესობას არღვევს და უხეშად ერევას სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში. კაია კალასის განცხადებები არის მანიშნებელი იმისა, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროკავშირი. ყველა კომისარი პრაქტიკულად ან საუბრობენ ომის პარტიის მხარდასაჭერად და ომის დაფინანსების მხარდასაჭერად და ამ ძალა გამოცვლილ ევროპას ეკაჩებიან იმ მიმართულებით, რომელიც მის გრევას გამოიწვევს. საპირისპირო სამტკიცებენ ოპოზიციაში ნაციონალურ მოძრაობაში ირწმუნებიან, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ევროპის უსაფრთხოებაზე ზრუნავს და გამოწვევებსაც სათანადოდ უმკლავდება. რა თქმა უნდა, კაია კალასიც და ყველა ევროპის ბიუროკრატიც ემსახურება ევროპის უსაფრთხოებას და საქართველოს არის ევროპის უსაფრთხოების ნაწილი. ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მართველი გუნდის აზრით მხოლოდ ფუნდამენტური ცვლილებების შემთხვევაშია შესაძლებელი. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ კალასის მსგავსი პოლიტიკოსები, ვინც მათ შორის საქართველოზე მუდმივი თავდასხმებითა და რევოლუციური პროცესების წახალისებით არიან დაკავებული, საფრთხეს უქმნიან ევროკავშირს. ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირის ხალხების ინტერესებს ემსახურებოდნენ ის პირები, რომლებიც მართავენ პრაქტიკულად დღეს ევროკავშირს, ცალსახაა, რომ ისინი არა ევროკავშირის, არამედ სხვა ძალების, არაფორმალური ძალების ინტერესებს ემსახურებიან. ჩვენ წლებია ვსაუბრობთ, რომ სამწუხარო მოცემულობაა, რომ ევრობიუროკრატიაში ასეთ მაღალ თანამდებობებზე არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე საკუთარი კოლეგები ლანძღავენ და საკუთარი კოლეგები ამხელენ. კორუფცია იქნება ეს, თანამდებობისთვის შეუფერებლობა იქნება ეს თუ ასე შემდეგ. ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პარალელურად ევროკავშირისა და მისი უმაღლესი წარმომადგენლის პრობლემებზე სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი, წევრი სახელმწიფოს ლიდერი საუბრობს. ერთ-ერთი პირველი სლოვაკეთის პრემიერი იყო რობერტ ფიცომ კაია კალასის გადაყენება რამდენიმე დღის წინ მოითხოვა და მიზეზად მისი პოლიტიკური სისუსტე დაასახელა.
წყალბურთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩი რუმინეთის ნაკრებთან გამართა და 10-15 დამარცხდა. ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ რუმინელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეოთხე-მეოთხეში მოიპოვეს და საბოლოოდ სასურველ შედეგსაც მიაღწიეს. ჯგუფის მესამე მატჩს ქართველი წყალბურთელები 21 იანვარს თურქეთის წინააღმდეგ გამართავენ. ქართველმა წყალბურთელებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე 3 მატჩი ჩაატარეს და სლოვენიასთან მოპოვებული გამარჯვების შედეგად მოხვდნენ 8 საუკეთესო ნაკრებში. ბელგრადს და ლაშა დვალიშვილს ვრთავთ პირდაპირ ეთერში. ლაშა, რა შანსები დარჩათ ქართველ წყალბურთელებს ევროპირველობაზე? დიახ, დღეს ძალიან სამწუხარო რეალობის წინაშე დავდექით გამომდინარე იქიდან, რომ დაახლოებით 1 საათის წინ საქართველოს ნაკრებმა განიცადა მორიგი მარცხი რუმინეთის გუნდთან. რეალურად და გულწრფელად უნდა ითქვას, რომ ამ წყვილში ფავორიტად საქართველოს ნაკრები მიიჩნეოდა, თუმცა ეს სპორტია და ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ჩვენ და არა სასიკეთო, ჩვენ დავმარცხით ამ შეხვედრაში და რეალურად ჩვენი შანსები მინიმუმამდე შემცირდა იმისათვის, რომ 8 საუკეთესო ნაკრებს შორის დავიმკვიდროთ ადგილი და შესაბამისად უკვე მოვიპოვოთ სოფლიო ჩემპიონატის საგზური. ამის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ თეორიული შანსი. ჩვენ გვაქვს და ამ თეორიულ შანსებზე დღეს არ დავიწყებ საუბარს და განხილვას თუ როგორია ეს შანსები. ჩვენ გვაქვს არჩენილი ერთი შეხვედრა, მომდევნო შეხვედრა უკვე ზეგ გამართა საქართველოს ნაკრები თურქეთის ნაკრებთან და მე უბრალოდ მინდა დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრო და შესაბამისად ხაზი გაუსვა იმას, რომ დღევანდელმა თამაშმა ჩვენ გვიჩვენა ის თუ რაოდენ დიდი ძალაა დადვანი და შუშიაშვილი საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებისთვის გამომდინარე იქიდან, რომ იტალიელებთან დაპირისპირებაში ჩვენ პრაქტიკულად ძალიან დიდი ენერგია დავხარჯეთ, ვიბრძოლეთ, ვიომეთ ბოლომდე, სათანადო დონეზე ვეთამაშეთ ევროპული წყალბურთის ერთ-ერთ გრანდს, თუმცა ეს დაგვიჯდა ძალიან ძვირად, დაგვიჯდა იმათ, რომ წითელი ბარათების გამო დღევანდელი დაპირისპირება გამოტოვეს შუშიაშვილმა და დადვანმა, რომლებიც ერთ-ერთი წამყვანი ფიგურები არიან საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებში და მათი ყოფნის შემთხვევაში მე ზუსტად შემიძლია თქვა და დავარწმუნო ყველა, რომ საქართველოს ნაკრები დღეს რუმინულ ბარიერს აუცილებლად დაძრევდა. ზოგადად რუმინელები ჩვენთვის რაღაც ბოლო პერიოდში გარკვეულ კერკეთ კაკალ ნაკრებად ჩამოყალიბდა გამომდინარე იქიდან, რომ მე მაყურებელს შევახსენებ, სწორედ რუმინეთის ნაკრები იყო, რომელმაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან დაპირისპირებაში პრაქტიკულად ხელიდან გამოგვაცალა პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზური და დღესაც, ანუ ასევე გადამწყვეტ შეხვედრაში პრაქტიკულად ხელიდან გამოგვაცალა 8 საუკეთესო კონტინენტის 8 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრის შანსი. ეს ძალიან ცუდია, რაც მოხდა და ბუნებრივია იმედგაცრუება ძალიან დიდია, განსაკუთრებით რასაკვირველია წყალბურთელებში, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა ძალიან დიდი იმედი, რომ დღეს გადავლახავდით რუმინულ ბარიერს და შესაბამისად შევძლებდით ასევე უკვე მომდევნო შეხვედრაში თურქეთის ნაკრების დამარცხებას და იმ მიზანს მივახცევდით, რასაც 8 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის დასაკუთრება ქვია, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ბუნებრივია, ამით არაფერი არ სრულდება, მთლიანად ევროპის ჩემპიონატი, როდესაც დასრულდება, თავისთავად ცხადია, კომპეტენტური ადამიანები მიიღებენ გამოიტანენ გარკვეულ დასკვნებს და მიიღებენ გადაწყვეტილებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რანაირად უნდა განვითარდეს სამომავლო, თუმცა მე ჩემი მხრიდან ერთს დავამატებდი, რომ ჩვენ ვიცოდით თავიდანვე, რომ უაღრესად პრინციპული დაპირისპირება იქნებოდა რუმინეთისა და თურქეთთან გასამართი შეხვედრები, თუმცა ბიჭებმა მაინც ბოლომდე იბრძოლეს იტალიის ნაკრებთან და იტალიის ნაკრებზე აუცილებლად უნდა ვთქვა, რეალურად სწორედ იმ წყვილში გამართულმა შეხვედრამ განაპირობა ის უარყოფითი შედეგი, რაც ჩვენ დღეს მივიღეთ რუმინეთის ნაკრებთან და უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ეს იყო ძალიან არაობიექტური და ძალიან მიკერძოებული მსაჯობა, რამაც განაპირობა იტალიელებთან მარცხი, ჯერ განაპირობა ის, რომ ორი ჩვენი ძირითადი და წამყვანი მოთამაშე წითელი ბარათით აღმოჩნდა უახლოეს შეხვედრებში, მათ შორის რასაკვირველია რუმინეთთან გულისხმობს შუშიაშვილს და დადვანს და ეს იყო უაღრესად დიდი ძალა, რომელიც გამოაცალეს საქართველოს ნაკრებს და შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ჩვენ დავმარცხდით რუმინეთის ნაკრებთან, გვაქვს კიდევ თურქებთან დაპირისპირება, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა თქვა, რომ თავიდანვე რეალურად ჩვენ ვიცოდით, რომ ბერძნებთან და ხორვატებთან ძალიან გაგვიჭირდებოდა
მიცოდით ისიც რომ იტალიასთან ურთულესი თამაში იქნებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე რომ იტალიისთვის ნაკრებისთვის გამოდგა ძალიან რთული თამაში, იმიტომ რომ ქართველებმა მაინც ძალიან მაგარი წყალბურთი ითამაშეს ამ შეხვედრაში. მოკლედ წავაგეთ დღევანდელი დაპირისპირება რუმინეთის ნაკრებთან და მე ის გადამრჩენია უბრალოდ წარმატება უსურვო საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს, რასაკვირველია ევროპის ჩემპიონატები გრძელდება, ქართველებისთვის წარმატებას უსურვებ ხელბურთელთა ნაკრებს, რომელსაც უაღრესად დიდი დაპირისპირების გამართვა მოუწევს დღეს მასპინძელ შვედეთთან და 2-ოდე დღეში არ დაგვაუწყდეს და უნდა უგულშემატკივროთ. რასაკვირველია ფუტზალის, საქართველოს ფუტზალის ეროვნული ნაკრები დაიწყებს ევროპიროლობას და მე იმედით გემშვიდობებით, რომ როგორც ხელბურთელები, ასევე ფუტზალის ნაკრების ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ გაახარონ ქართველი გულშემატკივარი. მადლობა, ეს ყველა აშადვალიშვილი და ჩვენი პირდაპირი ჩართვა ბელგრადიდან. დღეს ნათლისღებაა 12 საეკლესიო დღესასწაულიდან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რელიგიური დღესასწაული ქრისტიანული სამყარო 19 იანვარს წმინდა იოანე ნათლისმცემლის დღეს აღნიშნავს, რომელიც სახარების თანახმად მდინარე იორდანეში იესო ქრისტეს ნათლობის თარიღია. ნათლისღების დღესასწაულს საქართველოში განსაკუთრებულად აღნიშნავენ, ამ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება მასობრივი ნათლობის ცერემონიები. მათ შორის ზღვაში 19 იანვარს საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება სადღესასწაულო წირვა ლოცვაც. ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ. ნათლისღების დღესასწაულზე ტაძრებში წყლის კურთხევის მსახურება სრულდება და ნაკურთხ წყალს მორწმუნეები მთელი წლის განმავლობაში ინახავენ. 19 იანვარი კიდევ ერთი ტრადიციით არის გამორჩეული. ნათლისღებას პირველები საკუთარ ნათლებს ნათლულები ულოცავენ. რათა გარდა მოინოს უფალმა ღმერთთან კურთხევა იორდანის და განწმინდოს წყალი ესე დღესასწაული, რომელიც იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში იესო ქრისტეს ნათლობის ეპიზოდს აღნიშნავს, სახარების მიხედვით ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოა. იორდანეში შესვლით იესო ქრისტემ წყალი ხრწნილებისაგან განწმინდა და ქრისტიანული ნათლობა დააწესა. ეს დღე მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. საზეიმო წირვა დღეს ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. ტრადიციული აიაზმა იგივე წყლის კურთხევა შესრულდა სამების საკათედრო ტაძარში. ღვთისმსახურება მამა ილია ნასიძემ სხვა მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა და მრევლს ნათლისღების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენა. ეს წყალი, რომელიც იკურთხა დღევანდელ დღეს, უფალმა აკურთხა ყველაფერი და მოგვცა, უნდა იხმიოთ ყოველ დილას საფისკვერთან ერთად უნდა მიიღოთ და ესევე ყველა თქვენთაგანს, როგორც პატრიარქმა გვაკურთხა, უნდა აიღოთ და ასხუროთ თქვენ ოთახებში ყველგან ეს წყალი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ამინ. მინდა მიულოს ეს განსაკუთრებული დღესასწაული ყველა მორწმუნე ადამიანს. შეიძლება ითქვას, რომ ნათლისღება ეს არის სიბნელიდან სინათლეში გამოსვლის დღე და სინათლისა სიბნელეზე გამარჯვების დღე. მოგეხსენებათ, ნათლისღების დღესასწაულზე ტრადიციულად უკვე საუკუნეები აღესრულება ეგრეთ წოდებული დიდი აიაზმანო წყალკურთხევა. მორწმუნე ადამიანებს ეს წყალი მიაქვს როგორც წესი სახლში და წლინანწლამდე ეს წყალი ინახება. საეკლესიო სწავლებით ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. ნაკურთხი წყალი, რომლის გამოყენებაც მთელი წლის განმავლობაში შეეძლებათ, მორწმუნეებს სახლში მიაქვთ. ჩემთვის ეს დღე ასოცირდება ძალიან დიდ სიწმინდესთან, სისპესტაკესთან და მინდა სულ ყველას მიულოცო და საქართველოს თითოეულ ქართველს დღევანდელი დღე. ყველა წელს ვესწრები აქ განსაკუთრებით ნათლისღების დღესასწაულს. ეს არის საიდუმლოებას შორის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო და შესაბამისად, როდესაც მორწმუნეებს წყალი მიგვაქვს სახლში, ამით მადლი შეგვაქვს ყველა ქართულ და ქრისტიანულ ოჯახში. შეგიძლია ჩახვიდეთ. საკურთხია. ნათლისღება ტრადიციულად აღნიშნეს ბათუმშიც. მრევლი დღესასწაულს ზღვაში გამბანივით შეხვდა. ტრადიციული რიტუალი ამ გადმოცემის სიმბოლური განმეორებაა. სასულიერო პირები ზღვის წყალს აკურთხებენ. ამის შემდეგ მორწმუნეები ზუსტად ღამის 12 საათზე რიტუალს უერთდებიან და ზღვაში შედიან. ეს ტრადიცია არის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის დაარსებული ჩვენს ქალაქში. ამიტომ ეს გარკვეული სახალხო დღესასწაულად იქცა ეს ტრადიცია და მეთომრავს და გოსოს პირველი დღესასწაულიანი ჩემთვის და არ შემეძლო გამომეტოვებინა და მინდოდა რომ უფრო მეტი ხალხი ყოფილიყო, მაგრამ რავი, მეგობრები სამწუხაროდ აქ არ მყავს და მომიწია მარტო ჩასვლა. მიულოცავ სრულიად საქართველოს. მართლმადიდებელი ქრისტიანები ნათლისღებას 19 იანვარს აღნიშნავენ. დღესასწაული ყოველ წელს აღინიშნება მდინარე იორდანეზეც, ადგილზე, სადაც იესო ქრისტე მოინათლა.
ასეთ იყო დღევანდელი დღე 19 იანვარი და კურიერი 9 საათზე. არჩით რუსთავიორზე რამდენიმე წუთში ჩვენი არხი ქართული კინოს კლასიკის ჩვენებებს განაგრძობს. ჩვენ კი დღეს ამ თვალსაზრისით მუშაობას ხვალამდე გემშვიდობით ნახვამდის.